ლაშა ბერიძე პოლკოვნიკი გახლავთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ლაშა შენი დროისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ლაშა ბერიძე გახლავთ ერთ-ერთი პირველი წითელ დიპლომზე კურსდამთავრებული ჩვენი თავდაცვის აკადემიის, თავდაცვის აკადემიის წიაღში გაზრდილი ოფიცერია, რომელიც საფეხურებრივად დაწინაურდა და მისი ბოლო პოზიცია იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. თავისნებით დაწერა პატაკი და წავიდა, აგერ უკვე 100 წელზე მეტია, ეს აღარ მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და საკმაოდ დიდარი გამოცდილების მქონე ოფიცერია, რომელთანაც მინდა ვისაუბრო ზუსტად იმაზე, თუ როგორ იქმნებოდა ჩვენი ჯარი რეალურად მოკავშირეების დახმარებით მაშინ, იმიტომ რომ ლაშა გახლდათ თელავის 111 ბატალიონის მეთაურიც მაშინ, როდესაც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო და ზუსტად იცის რა ეტაპები და ნაბიჯები გაიარა შეიარაღებულმა ძალებმა და ის რომ დღეს საქართველოს აღარ ყავს მოკავშირე, საქართველოს ჯარს, ქართულ ჯარს აღარ ყავს მოკავშირე, რა შედეგი შეიძლება დაუდგეს მას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აი ამ ძალიან დიდ თემით გავხსნათ საუბარი და მე შეგნით ჩაგეკითხები უკვე რა. ხო, მოდი სანამ წარსულზე ვიყვით, ზოგადი შეხედულება შევქმნათ, რა არის ახლა იცით რა? ჯარის გამოწვევები არ არის მარტო ჯარის გამოწვევები. შეიძლება ჯარის გამოწვევები იყოს რაღაც კვება, კარგი ტასაცმელი, რაღაც უკეთესი ეკიპირება, მაგრამ დღევანდელი ქართული ჯარის გამოწვევები არის ქვეყნის გამოწვევები რეალურად, ხო? ძალიან დრამატულად შეიძლება ითქვას ბოლო 60 წელიწადში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადში შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია კავკასიაში. ძალიან დრამატულად. იმისთვის რომ გავერკვეთ რა შეიცვალა, უბრალოდ რუკას უნდა დავხედოთ. რა მოხდა? ერთი მხრიდან არის რუსეთი. რუსეთი ყველასთვის ტერია, მაგრამ რუსეთი რუსეთია. მაინც ჩვენი მეზობელია, გარკვეულწილად მოგვიწევს ანგარიშის გაწევას. რუსეთის პოზიცია გასაგებია, იქ რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა, უბრალოდ რუსეთის პოზიცია დრამატულად შესუსტა მათ შორის კავკასიაში. უკრაინის ომის გამო. რა ხდება ამ რუსეთის დრამატული პოზიციის შესუსტების გამო? ის რაც აქამდე იყო რუსეთის რეალური დასაყრდენი კავკასიაში იყო არაბახის კონფლიქტი. ანუ არაბახის კონფლიქტის მეშვეობით სომხები და აზერბაიჯანელები ეს ორი დიდი კავკასიური ერი, მესამე ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სამი ერი ვართ, ხო, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ვერ ახერხებდა არათუ საერთო ენის პოვნას, ზიზღი და სიძულვილი ისეთ მასშტაბის იყო, რომ ამერიკის მოქალაქე ან ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ან რუსეთის მოქალაქე სომეხიც კი ვერ ახერხებდა აზერბაიჯანში შესვლას და პირიქით რა, ხო? ეს ძალიან დიდი ანტაგონიზმი არსებობდა ამ ქვეყნებს შორის. ყარაბაღის ომის შემდეგ, ანუ აზერბაიჯანმა რაც დაიბრუნა ტერიტორიული მთლიანობა, ფაქტიურად ეს ყველაფერი შეიცვალა და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რეგიონში აზერბაიჯანის და მთლიანად თურქეთის ხელმძღვანელობით მოახერხეს ძალიან ძლიერი ალიანსის შექმნა. ფაქტიურად გახსნეს ახალი როგორც ლოგისტიკური, ასევე ენერგო კორიდორი. რა თქმა უნდა, ამის მშენებლობას დრო დაჭირდება 3-4 წელი, მაგრამ უზარმაზარი თანხები ჩაიდო ზანგეზურის კორიდორში უკვე. ფაქტიურად ამ თამაშიდან მთლიანად გათიშეს რუსეთი. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ეს კორიდორი როგორც ლოგისტმა მომხმარებელმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტიურად პოლიტიკური ვერსიით საერთოდ არის გათიშული რუსეთი, შემოიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის ადმინისტრაციის სახით და ფაქტიურად შექმნეს ახალი რეალობა კავკასიაში. საქართველოს ძლიერი მხარე ის იყო, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურად ყოველთვის ცენტრი ვიყავით კავკასიის და ეხლა ხდებით არათუ ცენტრი, არამედ რაღაც მიგდებული რაიონი. მარტივად რუკას უნდა დახედო, რომ დაინახო, რომ საქართველოს ხდება იმ პირობებში, როდესაც დასავლეთ მთლიანად ჩამოშორდა, როდესაც ევროკავშირი მთლიანად ჩამოშორდა, გაუგებარია ვინ, მე მაგალითად ვერ ვიტყვი რუსეთი ჩვენი მეკავშირე, რანაირად არის რუსეთი ჩვენი მეკავშირე. ფაქტიურად დარჩა მარტო მეკავშირეების და მხარდაჭერის გარეშე ყოველგვარი. ანუ პოტენციური მეკავშირე, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს, არის რუსეთი, რომელიც არის ქვეყნის ტერი რეალურად და ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები და ისწრაფებს, რომ საქართველოს იქნეს დაშლილი, არ იყოს როგორც სახელმწიფო. ამავდროულად აზერბაიჯანმა და სომხეთმა ფაქტიურად რეგიონიდან ძალიან შეამცირეს მინიმუმამდე დაიყვანეს რუსეთის გავლენა, გაიზარდა რა თქმა უნდა თურქეთის გავლენა და ჩვენ ამ ზანგეზურთან მიმართებაში არათუ სრულ აფსაიდში ვართ, არამედ კონკურენტი ვართ. ამ კონკურენციას ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირად ვერ გაუძლებთ
მით უმეტეს ვერ გაუძლებთ თუ არა ვართ ევროკავშირის მოკავშირე და დასავლეთის მოკავშირე, არა ვართ უკრაინის მოკავშირე. კიდევ ერთხელ ვიზახე ლუკა რომ მქონდეს უფრო ადვილად ავხსნიდი, მაგრამ წარმოვიდგინოთ ლუკა, ხო? ამ ჩვენი ენერგო თუ ლოგისტიკური დერეფნის გამტარობა რა იყო? ცენტრალური აზია, ჩინეთი, ნუ ყველაფერი აზია, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო, ევროპა. შავი ზღვის ხო და აი შავ ზღვაზე უნდა კითხო ზუსტად, რომ საქართველო, უკრაინა, ანუ ჩვენი მომხმარებლები პოტენციურად უკრაინაც იყო, რა თქმა უნდა. დღეს უკრაინასთან არის ისეთი ცუდი მდგომარეობა, ჯერ არ ყოფილა ალბათ პოლიტიკურად, ხო? ევროკავშირს ბოლომდე ჩავეხსენით. ნუ ზანგეზურის კორიდორს რო დააკვირდე პირდაპირ უვლის ყველა ზღვას გვერდად ჩადის ხმელთაშუა ზღვაზე, ნამდვილი ზღვა არის აქ ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვის პლუს ეგა რომ მას ხმელთაშუა ზღვაზე აქვს ბოსფორით გასასვლელი. ანუ არანაირი მომავალი ლოგისტიკური ბიზნესის თვალსაზრისით ყველა საქართველოს გამავალი მარშრუტი არის წამგებიანი. ყველა მარშრუტი გაივლის თურქეთი, ზანგეზური, აზერბაიჯანი, ხო. რაც შეეხება შუა აზიის გასაღებს ფლობს აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის garaშე შუა აზიის ბაზარზე ჩვენ ვერ გავალთ. სულ არ ჭირდება აზერბაიჯანს მტრული განზრახვები საქართველოს მიმართ, რომ შენ როგორც კონკურენტის დეგრადირება კიდევ უფრო მოახდინოს თუ ეს დაჭირდება. ძალიან მარტივად აგიხსნით როგორ. საბაჟო სადაც არის აზერბაიჯანის საქართველოს საბაჟო 100 მანქანაზე დასვავს ერთ მებაჟეს. და შეუძლია კიდეც ისე არაოფიციალურად მიცეს მითითება, რომ ბევრი პრობლემები შეუქმნია აქედან გამოვლილი მანქანებს. იმიტომ რომ ზანგეზურში მას მილიარდები აქვს ჩადებული, უნდა ამოიღოს. ეს ბიზნესია, სახელმწიფოს ბიზნესია, ხო? ხოლო ზანგეზურზე 100 მანქანაზე დასვავს 20 მებაჟეს თავის ხელშია რა და იოლად გაივლის და ჩვენს კი მე და შენაც კი რომ დაგვჭირდება ტვირთის წაღება, ამ კერძო მანქანის გზავრობა ან რაღაცა. იმ გზას ავირჩევთ, რომელიც უფრო იოლია, იაფია, ადვილია და ასე შემდეგ. ეს ბუნებაა, მით უმეტეს ბიზნეს ბუნება ასეთი აქ. რა ქვია, შეიძლება სხვა აზრის მქონე ხალხმა კითხოს, რომ კი, მაგრამ აი შავი ზღვის პერსპექტივა როგორია ამ შემთხვევაში და სად იკვეთება საერთოდ, ხო? იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ოკუპაცია და ანექსია და პლუს 200 კილომეტრიანი საქართველოს სანაპირო ზოლი 90-იან წლებიდან არის მის ხელში. შავ ზღვას პოტენციალი აქვს და შეუძლია, რა თქმა უნდა, ამ მარშრუტს კონკურენცია და ერთიანი სისტემა გაუწიოს, მაგრამ ეს რომ პირობებში, როდესაც შენ გაქვს ძალიან უკიდურესად ცუდი ურთიერთობა ევროკავშირთან, შავი ზღვა არის ევროკავშირი პირველ რიგში, ხო? შენთან დაკავშირება, ევროკავშირის ბაზარი. მე ახლა ბიზნესზე ვსაუბრობ და არა სამხედროზე, მაგრამ დამიჯერეთ სამხედრო ინსტრუმენტი მაშინ გჭირდება, როდესაც ბიზნესი უნდა დაიცვა, როცა სახელმწიფო უნდა დაიცვა. თუ კი ბიზნესი არ არის, დასაცავიც არაფერი არ არის, ხო? შავი ზღვის რელევანტობა რატო იყო ესეთი მნიშვნელოვანი? რატო იყო ესეთი საქართველოს ესეთი მნიშვნელოვანი? კიდევ ვიზახ, ყარაბაღის კონფლიქტი არ აძლევდა ამ გამტარიანობის საშუალებას აზერბაიჯანს და შესაბამისად თურქეთს. ლაშა, უნდა კითხე, საუბრის თავში ჩვენ მე აღვნიშნე, რომ აი კომანდოს ბატალიონის მეთაური და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ახლა შენ თქვი ზუსტად ის, რომ ანუ ბიზნესი და ბიზნეს ჭირდება თავისი დაცვა, ხო? აი მაგალითად, კარგად გვახსოვს სტამბოლის 99 წლის სამიტი ეუთოსი, სადაც მოხდა მაგალითად ბაქოს უბსა, ბაქო-თბილისი ჯეიხანის გაფორმება, რასაც მოყვა, ხო? ის ცნობილი ვერტფრენების პროგრამა ერთი, წვრთნის დაავჭურვის პროგრამა და სხვა რაღაცეები, ხო? ამ შემთხვევაში რითი შეიძლება იყოს საქართველოს კიდევ სასარგებლო, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატებისთვის, ევროკავშირისთვის, რომ ამას მოყვეს უსაფრთხოების გარკვეული მექანიზმები. ახლა ყველაფერი ჩამოშლილია ფაქტიურად, ხო? მაგეთ მიმყავს საუბარ და მაგას ვამბობ, რომ თუ კი შენ რისგან შედგება სახელმწიფო, ხო? რისგან შედგება ქვეყანა, ხო? რა ინსტრუმენტები აქვს ხელისუფლებას, რა არის, ხო? არის ესეთი პოლიტიკური წყობა, ხო? ჩვენი პოლიტიკური წყობა უკვე არის ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ არ აქვს მეკავშირე. არავინ არ არის დღეს საქართველოს მოკავშირე. ვერ დამისახებთ. ანუ ანტაგონისტური და რაღაც გაუგებარი კონკურენტული ურთიერთობა გვაქვს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ანუ მათთან ერთად ამ რეგიონულ პროექტებში არა ვართ ჩაბმული, აფსაიდში ვართ დატოვებული, ხო? ჩვენ ტრადიციულ მეკავშირეებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნუ ის გვიხარია, რომ მეგობარი აქტი თურმე არ მიიღეს და არ დაგვასანქცირეს უკიდურესი სანქციებით, ანუ ლუკაშენკოზე ცუდი სანქციები რო არ დაგვადეს, ეგ გვიხარია თორე რეალურად უკიდურესად ცუდია და გაფუჭებულია ურთიერთობები, ხო? უკიდურესად გავართ ზღვარისპირზე, რომ ის მონაპოვრები, რაც არსებობდა წარსულში, მათ შორის უვიზო რეჟიმი
გაქრეს, ხო? ისაც ხონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ავღანეთში, ერაყის ოპერაციაში მხარდაჭერა კოალიცია ეს უკვე ისტორიაში ჩაბარდა, ხო? ნუ თვითონ ამერიკელების და მოკავშირეების არ არიან ახლა არსად. გავიგე, ხო, ანუ ესეთი პროექტის არ არსებობს მონაწილეობა რომ მივიღოთ, ანუ ამათი მოკავშირეები არ ვართ. ერთი პოტენციური და ძლიერი მოკავშირე, რომელიც ყოველთვის ყავდა, ეს იყო უკრაინა, სავაჭრო მოკავშირე უკრაინის ბევრი პროდუქტი შეგვეძლო შედარებით დიაფასიანად მიგვიღო ასე შემდეგ. დღეს უკრაინა ერთი ომშია, მეორე საქართველო არის უკიდურესად ანტაგონისტურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლება, უკიდურესად ანტაგონისტური უკრაინას. მაშინ კითხვას გისვათ, ვინ არის ჩვენი მოკავშირე? არ არის ჩვენი მოკავშირე. არა, უკრაინა არ არის. აქ მაქვს კითხვა, მაგალითად რუსეთში იყო ესეთი დევიზი, რომ რუსეთის მოკავშირე ეს არის ფლოტი. აი ამ შემთხვევაში საქართველოს მოკავშირე ვინ გამოდის მაშინ? მე ვერ გეტყვით, ვერ ხედავ მოკავშირეს და ეს ძალიან მაშინებს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციები არის იმდენად ძლიერი, რომ არ ჭირდება სხვა მოკავშირე. არა, როგორ არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები ამიხსენეთ, რომელი ინსტიტუციაზე უკიდურესად სუსტი ვართ, მეზობელი ლიდერები ისეთ რამეს ბედავენ უკვე და ისეთ რამეს ეუბნებიან საქართველოს, როდესაც ყველაზე დასუსტებულ 90-იან წლებშიც არ იტყოდნენ ამ საკითხს და არ წამოწევდნენ და არ შეგვატენდნენ ცხვირში, ხო, როდესაც ძალიან სუსტ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინაც არ ყოფილა ესეთი რიტორიკა საქართველოს მიმართ, ხო? აშკარა ეჭვის ქვეშ დააყენეს ყველა საზღვარი და ტერიტორიული საკითხი ყველა მეზობელთან, რომელიც ჩვენ ვიყოთ. ჩვენ არ აყავს ვართ პოლიციური, მკაცრად პოლიციური სახელმწიფო, რომელიც საკუთარი მოქალაქეების დაშინებაზეა გადაყოლილი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყავს თავდაცვის ძალები, შეიარაღებული ძალები და კარგ მდგომარეობაში რო ყავდეს ძლიერი მოკავშირეების გარეშე საქართველოს თავდაცვის ძალებს თეორიულად ვიძახი, რა თქმა უნდა, მე არ უყურებ ტრულად არავის, მაგრამ ძალიან გაუჭირდება ნებისმიერი ჩვენი მეზობლის შეიარაღებული ძალებთან შეჯიბრება თუ არა, შეჯიბრებაზე არ არის საუბარი. ნუ უკვე ძალიან ბევრი წელია ყველა მეზობლის შეიარაღებული ძალის ბიუჯეტი გაცილებით მეტია ბიუჯეტი და არა მარტო ბიუჯეტი კი არ არის პრობლემა ახლა. ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, საერთოდ თავდაცვის ჯანმრთელი ბიუჯეტი რას ქვია, ნატოს სტანდარტების მიხედვით. ხო, ჯანმრთელი ბიუჯეტი არის, როდესაც 50-55% ხმარდება სოციალურ ხარჯებს, ანუ აქ არის ხელფასები და ნუ კაი ცხოვრება. ხო და დანარჩენი ხარჯება ოპერატიულ ხარჯებს, ანუ წვნა, საბრძოლო მომზადება. ნუ ქართული თავდაცვის ბიუჯეტი რო დაშალო 90% ხარჯება სოციალურ ხარჯებს, ხო? მე გეტყვით ახლა რა სად არის ჩვენი პრობლემა? პრობლემა არის რომ 10 წლეულებზე მეტია ჩვენ ტანკი არ დაგვიქოქია ტანკების, გია ინფორმაცია არ უნდა, საიდუმლო ინფორმაცია, რამე სათადარიგო ნაწილები, რაღაცა დიდი შესყიდვა ტექნიკის, რაღაც შეიარაღების არ გაგვიხორციელები, არაფერი არ მომხდარა. ამავდროულად შესყიდვა ხდება შავი ჯიპების, ლუქსერი კლასის მანქანების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ლუქსერია თუ არ არის, მაინც სოციალურ ხარჯებში მიდის ყველაფერი. ანუ ისიც კი რაც ოპერატიულ ხარჯებში უნდა მიდიოდეს, რეალურად კი არის ოპერატიულ ხარჯებში ნანახი, მაგრამ ისიც არის ვიღაცის კომფორტისთვის, ვიღაცის კაი ცხოვრებისთვის მოტანილი. უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას უნდა ჯარი არ არის ის რომ მუქთად აჭამო რა. ჭირდება ვიღაც სახელმწიფო ვიღაცებს მუქთად ჯარს აჭმევ მუქთად ის ხარჯველია. ანუ არანაირი კონტრიბუცია ბიუჯეტში ჯარს არ შეაქვს არც ერთ ქვეყანაში, ის ჭამს. მაგრამ რო ჭამს, მისი ამოცანა უნდა იყოს რომ უსაფრთხოება შეასრულოს რაღაც დონემდე, რაღაც ზომამდე ხო. კონცეპტუალურად არა ვართ აქ. კიდევ ვიძახი, ამას დაუმატე რომ მოკავშირე არ აქვს, ამას დაუმატე რომ შიდა საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია, უკიდურესად არის დაპირისპირებული ხელისუფლება მოსახლეობასთან, ძალიან სუსტ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხო და პოლიტიკა არ არის ის ველი, ის სათამაშო მოედანი, სადაც სუსტების ადგილია რა. სუსტი ყოველთვის იჩაგრება. ყოველთვის იჩაგრება, უკიდურესად იჩაგრება. იგივე მოუვა საქართველოსაც, სუსტი ყოველთვის ჯერ ეს მოთხოვნებია. შემდეგ ეს მოთხოვნები შეიძლება უფრო სხვა რაღაცებში გადაიზარდოს. სუსტის ადგილი იქ არ არის, ხოლო ძლიერების ადგილია. ახლა ვიღაცამ მეტყვის საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი. იქნება ძლიერი, თუ მას ეყოლება ძლიერი მოკავშირეები. ნუ მე მახსოვს მაგალითად, როდესაც პუტინი თხოვდა შევარდნაძეს სამხრეთიდან, ანუ რუსეთის სამხრეთიდან ჯარების გადაადგილებას, რომ ჩეჩნეთზე დაერტყა. მაშინ ხო რომ მეორე კამპანია როდესაც დაიწყო და მაშინ შევარდნაძემ უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ არც დიდი ბიუჯეტი გააჩნდა ქვეყანას და არც ესეთი ძალები ჰქონდა, ხო, მაგრამ რაღაცა მოკავშირეების ხარჯზე იყო ეს ყველაფერი. არ ვარ დარწმუნებული დღეს ვინმე რაიმე უარის თქმა შეძლოს რამეზე. არა, იცით რა, უარის თქმას კი არა, რაღაც მარტივ შედარებას მოგიყვანთ.
რა და თქვენ ერთ დროს დავიწყეთ მოღვაწეობა 90-იან წლებში და თქვენ როგორც სამხედრო ჟურნალისტმა, მე როგორც ახალგაზრდა ლეიტენანტმა აქედან ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენ ყავდა ესეთი მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე. ხო, კაცი იყო წეს ცუდს არაფერს არ ვამბობ, წარსულზე არ მიყვარს ცუდის თქმა. რუსი იყო ჩვეულებრივი რა. ხო, გერვეს ოფიცერი იყო რუსების პროტექციით. გერვეზე რუსეთის ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების. მე თამამად შემილია გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკურ განცხადებას ვარდიკო იყო გაცილებით მეტი ქართული საქმის გამკეთებელი. ვარდიკოს ესე პირში ვერავინ ვერ გაუბედავდა რუსი ხარო რა, არ შეირგებდა ამას რა. ხო, გაცილებით მეტი ქართული საქმის გამკეთებელი იყო შევარდნაძის დროს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე, ვიდრე ქართული ოცნების დასავლეთში მიღებული პეროიანი განათლების მქონე მინისტრების სულ ყველა ერთად აღებული, გაცილებით მეტი აქ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული ვარდიკოს. ყოველ შემთხვევაში ამ ხელაზარალი რაც ამათმა მიაყენეს თავდაცვის ძალებს ვარდიკოს არ მიუყენებია თამამად შემილია გითხრა. რა დრო დაჭირდება ქვეყანას იმისათვის რომ აი ამ გამოწვევებს უპასუხოს სრულად. ხო, კი ბატონო, გეტყვით, ასეთ სიტუაციაში მე ძალიან ვშიშობ რომ ამ გამოწვევებს ვერ ვუპასუხებთ, არა ვართ მზად. ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება თუ კი ასეთი დინამიკა გაგრძელდა, შეიძლება უკვე რუსეთთან ომისთვის კი არა, ჩვენ მეზობლებთან კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით, სისუსტე არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გეოპოლიტიკურად გახასიათებდეს ქვეყანას, იმიტომ რომ სუსტის ადგილი იქ არ არის, ყველა ცდილობს სუსტის დაჩაგვრას. მით უმეტეს, რომელსაც არ აყავს მოკავშირეები და არავინ არ გამოეკომაგება. ხო, დღეს საქართველოს შეიძლება კიდევ ვინმე გამოეკომაგოს, იმიტომ რომ წარსული მეკავშირეობის ხათრით, მაგრამ რაც უფრო ცუდ დინამიკას გააგრძელებს ქართული ოცნება, მით უფრო ცუდი იქნება, ხო? თუ ეს დაცალდა. მე დიდი იმედი მაქვს ეს არ დაცალდება, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ახლა ამაზე არ გავჩერდებით, ხო? პირველი რაც უნდა შევცვალოთ პოლიტიკური წყობა ქვეყანაში. პოლიტიკურ წყობას ვიძახი მე სახელმწიფოს მიდგომა უნდა შევცვალოთ. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ავტოკრატია, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროკავშირთან, როგორც ნამდვილი მოკავშირე. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კონკურენციაც გაუწიოთ, თუ საჭიროა ჩვენს მეზობლებს. და სულ არ გვჭირდება კონკურენცია, ჩვენ უკვე ხვდებით როგორც საინტერესო ქვეყანა. ჩვენ თუ ვართ ევროკავშირის მოკავშირე, გვაქვს ხელშეკრულება ვართ, კანდიდატი წევრი ვართ, ევროკავშირის წევრი ვართ, ასე შემდეგ, უკრაინის მოკავშირე, ასე შემდეგ. ჩვენ ბუნებრივად რუკაზე შევხედოთ, ხო? აზერბაიჯანით, სომხეთით, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჩვენ ვართ საინტერესო. და საინტერესო ვართ ევროკავშირისთვისაც და კასპიის მინერალებს. ანუ ჩვენ ხვდებით ისე იმ ისტორიული ფუნქციის მატარებელი, რაც ყოველთვის ჰქონდა და რის გამოც ყოველთვის თუ კი ეს ფუნქცია ჰქონდა, ვიყავით კარგი სახელმწიფო, თუ კი ეს ფუნქცია არ ჰქონდა, ვიყავით რაღაც დანაწევრებული, დახლეჩილი სამეფო სამთავროები, სადაც ქართველებს ყიდნენ მონებად ჩვეულებრივად რა. ხო, ეხლა ნუ გგონიათ, რომ დიდი განსხვავებაა თანამედროვე მონობაში და მაშინდელ მონობაში. კი, მაშინ ვართ კაცს აიღებდნენ ფიზიკურად გაყიდნენ, დღეს ეს კაცი იძულებულია თავის ნებით წავიდეს და იშრომოს სადღაც, რომ ოჯახი არჩინოს. პრინციპულად ეს ორივე მონობაა რა. როცა შენ არჩევანი არ აქვს, შენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტო ან რაღაცა როლი ითამაშო შენი ქვეყნის საქმეში და იძულებული ხარ შენ ან შენი ოჯახის წევრები გააგზავნო სადღაც, რომ ლუკმა პური იშოვო რა. ლაშა, მინდა რომ მაინც აქეთ გადმოგიყვანო, უშუალოდ თვითონ სამხედრო საკითხზე. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა თავისი ხასიათი უკვე 2022 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. რა გაკვეთილები უნდა გვესწავლა, რა ვერ ვისწავლეთ და რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ. გაკვეთილები უნდა გვესწავლოთ და არაფერი არ გვესწავლია ჩვენ რა თქმა უნდა, საერთოდ ის არის. გაკვეთილები უნდა გვესწავლოთ პირველი, რომ წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი. მეორე, თუ კი ჩვენ მზად ვიქნებით უკვე მომავალში ნებისმიერი შეტევისთვის, რუსეთი იქნება თუ სხვა საქმის მოწინააღმდეგე მზად ყოფ ქვეყანაზე გადაიფიქრებს ყველანაირ თავდასხმას, თუ ის ეცოდინება რა ძვირი დაუჯდება. მესამე, ჩვენ ინვესტიცია უნდა გავაკეთოთ ტექნოლოგიებში და ხალხში. ორი რაღაცა გჭირდება, ხალხი და ტექნოლოგია. იმისათვის, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა დაიცვა, გჭირდება თელი მოსახლეობა. ანუ გჭირდება შეიარაღებული ძალები, პატარა, კომპაქტური, პროფესიონალური, რა თქმა უნდა, მაგრამ მოსახლეობის
90% უნდა ყავდეს მობილიზაციის შემთხვევაში მზადყოფნა. ამას ჭირდება 10 წლეულები რა, 2 დღეში ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს ინვესტიციები. ჭირდება და ვხედავთ, აუცილებლად გვჭირდება სარაკეტო და საჰაერო თავდაცვაში კაპიტალური ინვესტიცია და შესყიდვების განხორციელება, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ საკვანძო სტრატეგიული ობიექტებისთვის მაინც დაცვის ფარი, ხო? საჰაერო, რომელიც საერთოდ ნოლი ვარ საჰაერო თავდაცვის კუთხით. ნოლი ვარ, ვერაფერს ვერ შევიძლებთ. ძალიან გვჭირდება ინვესტირების გაკეთება იაფფასიან უპილოტო მოწყობილობებში, როგორც საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და ასე შემდეგ, ხო? უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ბრძოლა რუსეთის ფლოტთან ისე რომ არ აყავს არც ერთი გემი, არც ერთი საბრძოლო ხომალდი, ხო? და ჩაძირა რამდენიმე რუსული, ხო, არაფრის გარე, ხო? ბევრი რაღაც გაკვეთილი იყო აქ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავარი გაკვეთილი რაც არის ის, რომ ერთადერთი მიზეზი, რატოს უკრაინამ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, ეს არის ის, რომ მოსახლეობა იყო განწყობილი და გარკვეულწილად 2014 წლის შემდეგ მომზადებული მოსახლეობა, ხარს გაუსმენთ და არა მარტო შეიარაღებული ძალები, რომ ოკუპანტს დახვედროდა, ძალიან დიდი მასიური შეტევა, ესეთი უპრეცედენტო შეტევა იყო, ამას ვერც ერთი თანამედროვე ევროპული სახელმწიფო ასეთ შეტევას ვერ გაუძლებდა, რასაც უკრაინამ გაუძლო. მეორე, მან გამოიჩინა საკმაოდ კრეატიულობა და გასაქანი მიცა ახალგაზრდა ოფიცრებს, ახალგაზრდა კრეატიულ ოფიცრებს, ხო? კრეატიულობა გამოიჩინა ტექნოლოგიების მხრივ, მარტო თვითონ უკრაინული წარმოების და რა თქმა უნდა ეხლა არ გავუვსვათ ხაზი, მეკავშირები უკრაინამ დიდი ხანია უკვე დაიჭირა სწორი მეკავშირის ხარ. სხვანაირად ის იყო გადაყლაპული, ჩვეულებრივად გადაყლაპული. ლაშა, რამდენჯერმე აღნიშნე, რომ შენ გახსოვს და ზუსტად იცი როგორი იყო, როცა მსახურობდი ჩვენი შეიარაღებული ძალები, იცი აკვირდები გარედან როგორი არის ახლა, როგორი უნდა იყოს, ამაზე კი თქვი შენ რამდენიმე სიტყვა, მაგრამ თვისობრივად უნდა იყოს თუ არა სხვაობა იმისგან, რაც იყო და რაც არის. თუ გვინდა რომ რაღაცა რეალური შეიარაღებული ან თავდაცვის ძალები შევქმნათ. აუცილებლად უნდა იყოს თვისობრივი და იცი რა, მიფიქრია, ამბიციის გარეშე გეტყვით, რომ მიფიქრია, როგორ შეიძლება შევცვალოთ, ეს ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რა შეიძლება გავაკეთოთ. და სამწუხაროდ, როგორც გინდა თქვით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, როცა ცვლილებების დრო მოვა, სწრაფად მოგიწევს რაღაცების შეცვლა, რა, ძალიან სწრაფად მოგიწევს. ყველაზე ცუდი რაც მოხდა აქ, კიდევ ვიზახ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ღირებული არის ადამიანი. ყველა სისტემას მათ შორის თავდაცვა იქნება, ჯარი იქნება, სხვა, მაგრამ მოდი თავდაცვაზე ვისაუბროთ. ყველაზე ღირებული იქ არის ჭკვიანი, განათლებული ხალხი, რომელსაც შეუძლიათ საქმის კეთება და შეუძლიათ სწრაფი ტემპით რაღაც ცვლილებების განხორციელება. აი თქვენ ახსენეთ 2003 წელი, ხო? 2002 წელი თქმა დაახჭურა. თქმა დაახჭურა, რომ დაიწყო ჩვენ ჯარი არ ყავდა. მაგრამ იყო ხელმძღვანელობა, რომელსაც პოლიტიკური ნება ჰქონდა, რომ ცვლილებები მომხდარიყო, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, მაგრამ არ იყო საშუალო ფენის ოფიცრები, რომლებიც ამ ცვლილებას განახორციელებდნენ. არ იყო. ძალიან ცოტა იყო, ან არ იყო. ფაქტიურად ახალგაზრდებს მოგვიწია იმ დიდი ჩექმის ჩაცმა, გაცილებით დიდი ჩექმის ჩაცმა, ვიდრე გვედან მე მაგალითად ხარ 26 წლის, 25 წლის ვიყავი ბატალიონის მეთაურად, რო დამნიშნეს 25 წლის ბიჭი ბრაჯანდაბა უნდა ბატალიონის მეთაურად 25 ბიჭი, შეიძლება ასეულის მეთაური იყოს და ის თავდაცვის მინისტრების გვახსოვს მაგასაც. კი, გვახსოვს და მაგიტო გეუბნები მოგვიწია ახალგაზრდებით, რაღაც გამოუცდელობით, ბევრი რაღაც ისკეთება. დღეს ესეთი ფონი არ გვაქვს. ყავს ბევრი გამოცდილი, მაგრამ სხვა პრობლემა გვაქვს. აი ხო, აი მაგ პრობლემაზეც მინდა გითხრა. ხო, ესე იგი რა არის იცით რომ საქართველო ყოველთვის იყო პოლიციური სახელმწიფო, მაგრამ დღეს ეს პოლიციური სახელმწიფოს პიკია, რას დღესაც ჩვენ ვაკვირდებით რა. ანუ ყველა ასპექტს, მათ შორის თავდაცვის ძალების და ყველასი აკვირდებს სახელმწიფოს პოლიციური სისტემა. გინდა დაარქვი სუსი, გინდა დაარქვი შსს, ასე ვინც გინდა დაარქვი, ხო? პოლიციური მიდგომა, ანუ არ არის დემოკრატიული კონტროლი, არის პოლიციური კონტროლი. ამას ემატება ის, რომ გვინდა არ გვინდა ფაქტია. კიდევ ვიძახ პოლიტიკურ განცხადებებს ვემიჯნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს რეჟიმი აკეთებს რუსულ საქმეს, ხო? ანუ
კითხვა დგას უკვე პოლიტიკურ საწუნზე. ანუ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოხდება, ხო? მოხდება. ეს აუცილებლად მოხდება. პირველი საკითხი რაც დადგება, რომ ეს რეჟიმი ფუნდამენტურად არის რუსული, ხო? ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურებოდა, გარკვეულწილად დისკრედიტირებულია. გამიგეთ, მე ვამბობ მით უმეტეს მაღალი დონის ხელმძღვანელებზე. ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი, სწორედ გამიგეთ, იმიტომ რომ ეს მაღალი დონის ხელმძღვანელები თუ ჯარზე ვსაუბრობ, ჩემი მეგობრები არიან, ხო, უცხო ხალხი ნამდვილად არ არიან, თქვენ იცნობთ ყველას მაგრამ მეც ვიცნობ. ანუ ეს ხალხი უკვე საზოგადოების თვალში არიან დისკრედიტირებული. და ძალიან დიდი დრო დაჭირდება, რომ რაღაც მხრივ ვიღაცას აუხსნა, რომ არა, ესენი არ ემსახურებოდნენ რუსულ რეჟიმს რა, უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ. იმიტომ რომ ძალიან არის ეს ხმათ ჩასული რა, პოლიციური სახელმწიფო ფენაში. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, მე მაგალითად ძალიან აქტიურად ვუჭერ მესამე რესპუბლიკის იდეას ხარს, მაგრამ რაც არის რომ პოლიციური სახელმწიფო უნდა მოვშალოთ. ვერ გადავჩებით ჩვენ თუ დავჩებით პოლიციურ სახელმწიფოდ რა. კი, ვიქნებით ყოველთვის საკუთარი მოქალაქეების დაშინებაზე ორიენტირებული, მაგრამ პოლიციური სახელმწიფო ძლიერია, როცა საკუთარი მოქალაქეების დაშინებაზე, მაგრამ რაცამს კი გარემტერი და გარესაფრთხე გამორჩება, პოლიციური სახელმწიფო არის სრულიად უსუსური. სრულიად უსუსური. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, მას არ ყავს. უკრაინის პლუსი რა იყო საქართველოსთან მიმართებაში? არც ერთი დღე იანუკოვიჩის დროსაც კი უკრაინა არ ყოფილა პოლიციური სახელმწიფო. ხო, თუმცა 2014-ში პრაქტიკულად ჯარის გარეშე იყო დარჩენილი. ხო, მაგრამ აი, იმიტომ საზოგადოება იყო თავისუფალი. ჩვენი საზოგადოება არის პოლიციური წნეხის ქვეშ, მუდმივი პოლიციური წნეხის ქვეშ. ეს ძალიან რთულია. ამიტომ ამას ვიძახი იდეურად, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება მუშაობა, რომ ის პროფესიონალები, ბევრი არიან ჯარში, ძალიან ბევრი, გაიზარდნენ, ეხლა თუ კი ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ მაშინ 24-25 წლის ბიჭები, როდესაც დაახშურვა დაიწყო, დღეს ეს ხალხი არიან 50 წელს მიტანებული, გამოცდილი, გამობრძმედილი ხალხი უკვე და ქვედა თაობები არსებობენ უკვე რა, ანუ ეს ჯაჭვი არსებობს, მაგრამ კიდევ ვიძახი რა, რთული იქნება ამ პოლიტიკური რეალობიდან რაში დღეს ვიქნებით, პოლიტიკაა ყველაფერი, ჩემო გიორგი რა, ვინ გააკეთებს ამის მონიტორინგს? აი, ის მონიტორინგის რესურსი სად არის მაშინ? არა, გავაკეთებთ, როგორ არა, გავაკეთოთ უნდა, სხვა გზა არ არის. უნდა გავაკეთოთ, უნდა მონიტორინგზე არ არის საუბარი, უნდა შევძლოთ, რომ ამ მახინჯი რეალობიდან გადავჯგუფდეთ ნორმალურ რეალობაში. სხვანაირად არ გველოდება კარგი მომავალი რა. გადავჯგუფდეთ. ხო, შემდეგ უკვე პირველი ყოველთვის არის ხალხი. თუ არ აკავს ხალხი, შენ ვერ გააკეთებ საქმეს, ვერ მიიღებ შედეგს. გვჭირდება კარგი გუნდის შეკრება. უფრო მეტსაც გეტყვი, ძალიან ბევრი ოფიცრების გადინება მოხდა ბოლო წლებში. აი, ქართული ჯარიდან იმდენი ოფიცერი გავიდა, ვისაც მე ვიცნობ და სერჟანტი. უფრო მნიშვნელოვანი სერჟანტი. ისეთი დონის სერჟანტებმა და ოფიცრებმა დატოვეს ამ ბოლო 10 წლეულებში, რომ ნებისმიერი საქართველოზე დიდი ქვეყნის ჯარს ააშენებდნენ ნულიდან რა. და მივდივართ მაშინ ისევ იმ კითხვამდე, დრო. გვაქვს კი დროის ფუფუნება. არა, დრო ან გვაქვს, ან არ გვაქვს, მაგრამ დრო ის არის, რასაც ვერ ვიყიდით რა. ხო, ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს კიდევ ერთხელ ვიძახ სწრაფად კარგი გუნდის ჩამოყალიბება, ალბათ, ვინც იქნება ამ საქმის ხელმძღვანელი და ვისაც ეს დაევალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწრაფი, მობილური, სამთო პირობებზე ადაპტირებული ჯარი. ქვეითი მაღალ ტექნოლოგია. ძალიან დიდი უზარმაზა ფაქტორად ყველა ჯარისკაც უნდა შეეძლოს უპილოტო მოწყობილობების გამოყენება, როგორც საფრენი, ასე სახმელეთო, ასე საზღვაო. მასიური ინვესტიციები იაფასიან უპილოტო მოწყობილობებში და იგივე სამხედრო მრეწველობა უნდა გადაეწყოს ამისთვის. რომ კონკურენცია შეიძლება ვერ გაუწიოთ, მაგრამ რაღაც ვარიანტში მივიღოთ უკრაინელების გამოცდილება, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უკრაინა გვეხმარება. მივიღოთ სხვა გამოცდილებები, რაც არის თურქეთში უზარმაზარი გამოცდილება, აზერბაიჯანში დაგროვდა და სწრაფი ტემპით დავეციოთ ამას. აუცილებლად უნდა განხორციელდეს კაპიტალური ინვესტიციები ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებში. რამდენ პროცენტამდე უნდა გაიზარდოს თლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეიარაღებულ ზარალს? საქართველოსნაირ ქვეყანას ხო თავდაცვის ბიუჯეტზე იმისთვის რომ ასე თუ ისე უსაფრთხოდ იგრძნო თავი და კარგი მეკავშირეები ყავდეს 5% მაინც უნდა დახარჯოს მშპ-ს თავდაცვის ბიუჯეტს. საწყის ეტაპზე
5%-იც კი არ ეყოფა იმ არა, ინვესტიციებს რა. გავიგე, მაგრამ კაპიტალური ინვესტიციების ვარიანტში ნელ-ნელა შეიძლება ამის გაკეთება და ამის მიღწევა შეიძლება. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს, კიდევ ერთხელ ვიძახი და აუცილებლად ძალიან კარგი კანონი მიიღეს ნატურით ქართულმა ოცნებამ, მინდა ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დაამახინჯეს რა, აი, რო წავიკითხე ეს კანონი პოლიციური ხო, თავდაცვის კონე, აი, როგორც ძალიან კარგი სიტყვა ეროვნული სამსახური, ვიცი კაცი ვინც ეგ იდეა შესთავაზა. ამათ ეროვნული სამსახური ეს არის იდეალური გამოსავალი, რომ ქვეყანა მოიყვანო წყობაში. თავდაცვა ეს არის ფინეთიდან გადმოღებული მოდელი. მე არაბთა გაერთიანებულ სამეურნეობაში 4 წელი ამ პროექტზე მუშაობდი. ძალიან კარგი იდეაა, რომ ახალგაზრდები ეს თანამედროვე იზოლირებული სპეციფიკური ახალგაზრდობა ჩართო ქვეყნის სამსახურში. ამის პროგრამა აუცილებლად ჭირდება, უნდა ჩართო, უნდა რწმენა დაუბრუნო, შენ გჭირდება, რომ ახალგაზრდებმა დაიცვან ქვეყანა. ყველა დიდ საქმეში ჭირდება ახალგაზრდობა. ისე წინ ვერ წავალთ, ხო? განსხვავება კიდევ ერთხელ ვიძახი იმ დროსა და ამ დროს შორის ის არის, რომ ახლა ყავს უკვე საშუალო დონის და მაღალი დონის თუნდაც ხალხი, ვისაც შეუძლია ეს ნიშა შეავსოს, ხო? თუ ვიღაცა აკყოფი ოფიცრებს მიმართ არ იქნება ნდობა, რომ ისინი რუსულ რეჟიმს ემსახურებოდნენ, არიან ახლა ამერიკაში იმდენი კაცია წასული და ევროპაში ჩამოიყვან და იმ ხალხს დააბრუნებ და უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ახლა ორჯერ აქვს ავღანეთის მისია, ერაყის მისია, ანუ 2008 წლის იმდენი ბრძოლები და რაღაცა გამოვლი, რომ უცებ ჩააყენებ ამ ხალხს წყობაში, ამის პრობლემა არ არის, ხო? ანუ იგივეს ვიტყვი სერჟანტებზე, უცებ ჩააყენებ სერჟანტთა კორპუსს წყობაში. დანარჩენებისთვის სჭირდება ახალგაზრდობა, თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ მათ ასწავლო ქვეყნის დაცვა და გაზარდო მომავალი თაობები წამოიყვანო, ხო? ეს არის. აი ეს არის ქვაკუთხედი, აქ რთული ფილოსოფია არ არის. იაფასიანი ტექნოლოგიური უპირატესობების მოპოვება, სამხედრო მრეწველობის მაქსიმალურად ამუშავება და კაპიტალური ინვესტიცია იმაში, რაც გვჭირდება. ჩვენ ვერ დააწარმოებთ. საჰაერო, სარაკეტო თავდაცვის სისტემები. მორჩა. ამის შემდეგ ყველა მოწინააღმდეგეს მადა დაეკარგება, რომ იოლად თავს დაგესხას, იმიტომ რომ არ იქნები იოლის სამიზნე. ჩვენი ამოცანა არა, რომ ვიღაცა დავამარცხოთ. ჩვენი ამოცანა არის, არ გავხდეთ იოლის სამიზნე არავისთვის. როდესაც გავხდებით იოლის სამიზნე, ჩვენს უკვე გვახსოვს წარსულში. გავიარეთ. ეს ყოველ ცუდად დამთავრდება. ლაშა, დიდი მადლობა. არ გვეყოფა არც ერთი საათი, არც ერთი წუთი, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, ამიტომ ნება მომიცი, რომ მომავალშიც დაუბრუნდეთ ამ საკითხებზე და ვისაუბროთ კიდევ ერთხელ. კი ბატონო, დაუბრუნდით. მადლობა.